როგორც უკვე გითხარით, არ იქა მაყურებელო, განცა მოიმარჯვა ლეპტოპი. იარაღი, საინფორმაციო იარაღი. გთხოვთ რომ მოგწეროთ თქვენი შეკითხვები და კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, რაც შეიძლება თემასთან მიახლოებული იყოს. მესმის რომ გსურთ ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმის გამოყენება, მაგრამ საუბრობთ ქოლესტერინის მოჭარბებაზე, ასე რომ ამ შემთხვევებზე მოგწერეთ. ხო, სრული სურათის შესაქმნელად გვაკლია კარდიოლოგი არჩილ ჩუხრუკიძე, ბატონო არჩილ, გთხოვთ, მოგბრძანდით. და გამარჯობა. ქოლესტერინი და კარდიოლოგია. კინაღამ გული გაგვისკდა ისეთი სურათი დაიხატა. თქვენ მაინც ბოლომდე კონტროლკას ნუ გაგვიკეთებთ, ესე ჟარგონულად. საკონტროლო გასროლა პირიქით ამ შვიდობა. გამარჯობა, ლოცავთ ყველა დღესასწაულს. აბა ბატონო არჩილ, მოგვიყევით კარდიოლოგიაში კი ვიცით, მაგრამ კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ის დაავადებები, რომელსაც ფოლაქები, ბღილები და რა კარნახობს გული ამ დროს, ეხლა რა ურითმა დაგვამშვიდო. გული მკარნახობს, რომ მართლა უნდა დაგამშვიდოთ, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ფონი შეიქმნა ბატონი რაკის რომ ყველა შეშინდა. თუმცა არც თუ ისე ცუდი არის თუ ადამიანი ცოტა ფრთხილად მიხედავს თავის ჯანმრთელობას და ცოტა რეალურად შეხედავს ის, რაც უნდა ჩვენ გავაკეთოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. გული მკარნახობს იმას, რომ გულს უნდა მოუფრთხილდეთ პირველ რიგში. გული არის ძირითადი ტუმბო, რომელიც ამუშავებს სისხლს ორგანიზმში და აწვდის ეგრეთ წოდებულ აუცილებელ ჟანგბადს და სხვა აუცილებელ ნივთიერებებს ადამიანის ორგანიზმში. აქედან გამომდინარე გულს უნდა გაუფრთხილდეთ, ხოლო ფოლაქები, როგორც ბატონმა ირაკლიმ თქვა, პირველ რიგში ჩდება გულში. ეს არის წვრილი პატარა სიძარღვები, რომელიც სისხლით ამარგებს გულის კუნთს და ეს ფოლაქები პირველ რიგში ჩალაგდება იქ და იქ იწვევს ეგრეთ წოდებულ სტენოკარდიას, რომელიც მოგეხსენებათ არის ტკივილი გულის არეში, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს ინფარქტში, რომელიც შემდგომ შეიძლება გადაიზარდოს გულის ისეთ მძიმე დაზიანებაში, როდესაც გული თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს და ადამიანი პრაქტიკულად განწირული არ არის, მაგრამ ხშირად ინვალიდი ხდება, იმიტომ რომ ის თავის ფიზიკურ აქტიურობას ვეღარ ასრულებს. მას ეწოდება ჰაერისუფლებისობა ქოშინი. მაშინ თუ ნებას მომცემთ სწორად ერთ-ერთი მაყურებელი გწერს, ვარ 53 წლის ქალბატონი გწერს, გავიკეთე ერთი თვის წინ სტენტირება გულზე და კიდე მაქვს ხანდახან გულის აჩქარებები. არის თუ არა ნორმალური გულის აჩქარება და რა დროს ჭირდება რომ ჩემი ორგანიზმი შეეგუოს ამ ოპერაციას? სტენტირება პრაქტიკულად 1-2 დღიანი პროცედურა არის და მას მერე როგორც წესი პირველ რიგში კეთდება, იმიტომ რომ სტენოკარდიული ტკივილები არ ქონდეს ადამიანს. გულის აჩქარების სხვა უამრავი მიზეზი არსებობს. აქედან გამომდინარე ჩვენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა ვილაპარაკოთ თუ რა იწვევს ამ აჩქარებას. აქ უფრო დეტალურად არის განხილვა, რა სახის არითმია, რა სახის აჩქარებები არის. თორე ამის პირდაპირ დაკავშირება იმასთან, რომ ქალბატონმა გაიკეთა სტენტირება, ნაკლებად სავარაუდო არის. სტენტირება არის ერთ-ერთი ის პროცედურა, რომელიც ამ ფოლაქების მკურნალობისთვის არის მოწოდებული. ანუ სიძარღვე, რომელიც ვიწროვდება ამ ათეროსკლეროზული ფოლაქით, სტენტირების შედეგად ის სიძარღვე აღდგება და ინარჩუნებს თავის, ასე ვთქვათ, გამავლობას. ეს არის მთელი იდეოლოგია ამ პროცედურის. თუმცა აქ მნიშვნელოვანი არა ის ფაქტორი, რომ ჩვენ სტენტირება გავაკეთეთ, არამედ შემდგომში როგორ მოვიქცეთ. აი, ეს არის სწორედ საინტერესო. როგორ მოვიქცეთ, რომ არ განმეორდეს, ან ხო, კიდე საჭიროება არ დადგეს ჩარევის. თქვენ დიდხანს ისაუბროთ იმაზე ადამიანის წინასწარ განწყობაზე ათეროსკლეროზის მიმართ, არასწორ ცხოვრების წესზე, არაჯანსაღ კვებაზე, თამბაქოს მოხმარებაზე, არტერიული წნევის არასწორ კონტროლზე, რომელიც ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილი და რის ფაქტორია. ბატონმა ირაკლიმ და აგერ ჩვენმა კოლეგამ თქვა ფიზიკური აქტივობა, რომელიც ძალიან ნაკლები არის და ბატონი დიმა დამეთანხმება, რამდენი მამაკაცი ფიზიკურად აქტიურობს და რამდენი ვარჯიშობს და რამდენი დარბის და ასე შემდეგ. ჩვენები ვარჯიშობენ, ჩვენი მამაკაცები. ჩვენები ცოტა არიან. რომ უმეტესობა იყოს ასეთი ადამიანები. ბატონო არჩილ, ძალიან მესმის, რომ სწორ რჩევებს უნდა იძლეოდეს ექიმი, მაგრამ ამავე დროს რაღაცა ურთიერთგამომრიცხავი, ეს არ ნიშნავს, რომ სწორად არ უნდა ვიკვებოთ, არ უნდა ვივარჯიშოთ, მაგრამ აქვე ითქვა, რომ მაგალითად არ არის დამტკიცებული, რომ მხოლოდ კვების განჩდება ეს ფოლაქები, ხო? ამერიკულმა სტატისტიკამ გაჩვენა. არ არის არც აქტივობაზე დამოკიდებული მაინდა-მაინც. თქვენ ხო არა გაქვთ კიდე როგორც კარდიოლოგს რაღაცა წარმოქმნის? რატო საუბრობთ ამ თემებზე? ჩვენ იმიტომ საუბრობთ, რომ მაგალითისთვის ჩვენ თუ ავიღეთ თუნდაც არტერიული გიპერტენზიით დაავადებულ ადამიანს და არტერიული გიპერტენზია ერთ-ერთი რისკ ფაქტორია. მაღალი არტერიული წნევა.
არტერიული წნევის დარეგულირება მაგალითად იწყება ცხოვრების ჯანსაღის წესზე და სტატისტიკურად დადასტურებულია სწორედ თუ იკვებება ადამიანი, თუ ნაკლებ სითხეებს მოიყვანს, თუ მარილს არ მოიყვანს. მისი არტერიული წნევა ხანდახან წამლების გარეშეც რეგულირდება. ეს ავტომატურად აისახება თქვენს კარდიოვასკულარულ გართულებაზე, ანუ ამ ათეროსკლეროზის პროგრესირებაზე. ჩვენ არ ვლაპარაკობთ ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ 100%-ით ამცირებს. სტატინების საკითხი დაისვა ახლა ბატონმა ირაკლიმ. სტატინები კარდიოლოგიაში ჯერჯერობით შეუცვლელი პრეპარატია. მე თუ გესაუბრებით იმაზე, რომ თქვენ თუ სწორად დაიცავთ ამ წესებს, რასაც მე გეუბნებით. თქვენ თუ წნევა საკონტროლო, თქვენ ფიზიკურად იაქტიო და პლუს სტატინებს მიიღებთ, სტენტირების მერე 50%-ით შეგიმცირდება და განმეორებითი პრობლემები როგორ მოიქცევით? შეიძლება ითქვას ერთ-ერთი უნიკალური პრეპარატი, რომელიც შექმნილია ათეროსკლეროზის სამკურნალოდ. ჯერჯერობით ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ არის ფლაგმანი ამ დარგში. ეხლა მიმდინარეობს კიდევ ახალი კვლევები, აი ბატონმა ირაკლიმ საინტერესო იდეა წამოაყენა, უშუალოდ წამლის შეყვანა, რომელიც თვითონ ფოლაგზე ზემოქმედებას მოახდენს, ეს ჯერ კვლევის ნაწილია. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ომეგა-3, რომელიც ბატონმა ირაკლიმ ახსენა, რომელიც სტატინებთან ერთად დამედებით ძალიან დიდ ეფექტებს იძლევა. მე მინდა რაღაც უფრო აქტიური. აი ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას მაყურებელი წერს ერთ შეკითხვას ჩაურთავ. ქოლესტერინი მაქვს მომატებული 238 ერთეული რაღაც ალბათ. და რამდენად საშიშია ვიტარებდი სათანადო მკურნალობას დაატყობა მაინც. ყველაფერს აქვს თავისი წესი. ჯერ ერთი მარტო ერთი ქოლესტერინი, რომელზეც საუბარი სავარდოთ ეს არის საერთო ქოლესტერინი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შევაფაროთ რისკი. მეორე, აქვს თუ არა ამ ადამიანს სხვა რისკ ფაქტორები, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, პერიფერიული სიძებღების დააზიანება, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. თუ ადამიანს თანხლები პრობლემები აქვს, მან ალბათ უნდა იფიქროს ქოლესტერინის დამწებ თერაპიაზე. თუ მას არანაირი რისკ ფაქტორი არ აქვს, ჯანმრთელი ჯანსაღი ცხოვრების წესი, კვების სწორი დიეტა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს შეიძლება მას სრულიად დაეხმაროს, დამერწმუნება ალბათ ჩემი კოლეგა, რომ ეს ძალიან მოეხმარება ჩვენ ადამიანებს. ანუ ჩვენი ხელით შეგვიძლია შევქმნათ ის, რასაც რისკ ფაქტორები შემცირდება. 200 ნორმალურად თქვენ? 238 იღა ძალიან არის ცირედ მომატებთ. აი ძალიან ხშირად პირველად რომ მოდის პაციენტი, რომელსაც აქვს ჭარბი წონა, ვთქვათ, ჭარბი წონის შემთხვევაში უფრო ნაკლებად სიმსუქნე უკვე ჩამოყალიბებული როგორც დაავადება და მას აქვს დარღვევები, თუნდაც აი ქოლესტერინი 200-ზე მეტი დიდი დარღვევა არ არის. თუნდაც წნევის ციფრების მატება 10-15 ერთეულით. ჩვენ კი რა თქმა უნდა ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე კარდიოლოგთან ერთად ვიმუშაოთ, იმიტომ რომ ენდოკრინოლოგია, კარდიოლოგია მაინც გადაბმული არის ერთმანეთთან, მაგრამ ამ შემთხვევაში უბრალოდ სწორი კვების მოწესრიგებით, ის რომ მარილს ამოვიღებთ კვების რაციონიდან, ძალიან კარგ შედეგს გვაძლევს და ხშირ შემთხვევაში ავადებს ხოლმე კარდიოლოგთან ვიზიტს და პაციენტი გაცილებით უკეთქნავს. აქედან გამოდის ამოღებული თუ იცით რა არის იმ საკვებში, რასაც ჩვენ ვიღებთ, ნატრიუმიც და ხლორით შედის იმ რაოდენობით, რომელიც ორგანიზმს მჭირდება. ამიტომ ზედმეტად მისი დაყრა მოხმარება არ არის უბრალოდ ერთ-ერთმა მშობელმა მოგწერა ძალიან შეწუხებულმა, რომელსაც ყავს გარდატეხის ასაკში მყოფი შვილი და მას აქვს წონის პრობლემა და კითხულობს რამდენად შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული ქოლესტერინთან ამ ასაკში და რა შეგიძლიათ ურჩიეთ, იმიტომ რომ ფიზიკურ აქტივობასაც ვახერხებთო, სწორადაც ვიკვებებითო, მაგრამ განვიცდითო რომ 11 წლის არის ბავშვი. 11 წლის ასაკის ბავშვთან ლიპიდურ ცვლას არ ვამოწმებთ ხოლმე, იმიტომ რომ ძირითადად კვების მოწესრიგები თუ ოდნავი დარღვევები რომც იყოს, ჯერ ორგანიზმი ახერხებს იმას, რომ არეგულირებს, მაგრამ ოდნავი დარღვევებიც რომ იყოს, უბრალოდ სწორი კვების მოწესრიგების ფონზე ეს და რა ასაკიდან ინიშნება უკვე სტატინები და ისინი ამას ალბათ უკვე თქვენ. ძალიან ბევრი დაავადება არსებობს ამ ჰიპერქოლესტერინემიასთან დაკავშირებით. მათ შორის არის რამდენიმე კლასები, რომელიც მემკვიდრეობით ჰიპერქოლესტერინემიაზე განსაზღვრული. იქ ძალიან რთულია მკურნალობის ჩატარება. იქ სხვადასხვა მიმდინარეობები იყო, პლაზმოფერეზები, ისეთი, იმიტომ რომ ამ დაავადებულ პაციენტებზე, რომელიც ბავშვობიდან იჩეს თავს და ეს ჰიპერქოლესტერინემა ძალიან თვალსაჩინო არის ხოლმე, სხვადასხვა გარეგანი მაჩვენებლები აქვს ამ ყველაფერს. ხშირად ეს სტატინებიც არაეფექტურია. ჩვენ გვყავს პაციენტები, რომელიც ძალიან მდგრადი მემკვიდრეობით ჰიპერქოლესტერინი აქვს და იქ ეს ყველაფერი თითქმის უეფექტო არის, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ იმაზე უნდა ვისაუბროთ იმ ადამიანებზე, რომელსაც გვაქვს ამ რისკ ფაქტორების შემცირების შესაძლებლობა. ჩვენ, როდესაც
თუნდაც საკვებში მარილს დამატებით აღარ ვიხმართ, ჩვენ ერთი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული. ჩვენ როდესაც თამბაქოს არ მოვწევთ, ერთი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული. ჩვენ როდესაც საკვებს სწორად ვიკვებებით და სწორ ადეკვატურად გავაკეთებთ, ჩვენ ამ ნაბიჯს კიდე გადავდივართ. კარდიოვასკულარი გართულებების შემცირება პირდაპირ დაკავშირებული ადამიანის ჩართულობასთან. რამდენად სწორად აკეთებს ის ამას. გაკითხვა? ერთი კითხვა მაქვს. როგორც ჩანს ადამიანს სურს წონაში მომატება, მისი პრობლემა ეს არის ამ შემთხვევაში და მივირთმევთ ხიმიან საკვებს ეთყობა რომ მოიმატოს და მაინც ვერ ვიმატებოდა. უთხარით რამდენად სხვა ინტერესებს აჩიკოს და წონაში ვერ მოიმატოს. შეიძლება ჩვენ რაღაც უამრავი პაციენტია მძიმე ათეროსკლეროზით, რომელიც წონაში არ არის მომატებული. ანუ გამხდარი არის ათეროსკლეროზული დარღვევები, განგრენა, ისემიები არ არის მომატებული. ამიტომ ესე პირდაპირ ნუ დავაკავშირებთ წონას და ათეროსკლეროზს. ეს ერთ-ერთი ვარიანტია. იმ ადამიანს რა ურჩევთ წონაში მომატება? წონაში მომატება მე პირადად რეჟიმულ კვებას, იმიტომ რომ რეჟიმული კვება, სწორი კვება არ არის აუცილებელი, რომ ცხიმებით მდიდარი იყოს. ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელი არის იმ ასაკის შესაბამისად, იმ ფიზიკური დატვირთვაზე გათვლით, რომელიც ამ ადამიანს აქვს. რეჟიმული კვება, მაგრამ თუ თვითონ ვერ იმატებს, აუცილებლად ჯობია რომ სპეციალისტს მიმართოს, რომ იმას სწორად გაუწეროს, რომ შემდეგში არ კონდეს ის პრობლემები, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ. ერთი შეკითხვა მაქვს. ეხლა გამახსენდა რამდენჯერმე მოვისმინე ამ ბოლო ხანებში ძალიან ხშირია ხალხში, როგორც ვთქვათ ანტიბიოტიკებთან მიმართებაში, ვთქვათ და სხვადასხვა პრეპარატებთან მიმართებაში თვითნებური მიღება. აი ესე მოხშირდა ამ ბოლო ხანებში მოდური გახდა ეგრეთ წოდებული სისხლის ხალხურად ვიტყვი სისხლის გამათხელებლები, რაღაცა კარდიომირება. არის თუ არა ეს დაკავშირებული აი ქოლესტერინთან თქვათ რაღაცა ამ სფეროდან არის თუ არა და თუ შეიძლება ასე ექიმის დანიშნულების გარეშე ძალიან მე კატეგორიულად ვურჩევ უპრაკულოდ მიღება კატეგორიულად ვურჩევ მე ერთის მხრივ იმითაც ვეთანხმები ამ რეცეპტულ სისტემას რომ ადამიანები შეწყვიტავენ ისეთ მედიკამენტების მიღებას, რომელიც ექიმის გარეშე არ უნდა მიიღონ და ერთ-ერთი პრეპარატები არის თქვენ რასაც ვზარდეთ სისხლის გამათხევადებული. იყო პერიოდი, როდესაც მაგალითად ბანალურ ასპირინზე ამბობდნენ, რომ მამაკაცი ან ადამიანი 40 წელს რო გადაცდება, უნდა დაეწყო მკურნალობა. მაპატიეთ გაიზარდა გასტროენტეროლოგიური პრობლემები, ანუ წყულის სიხშირე გაიზარდა, წყულიდან გამოწვეული სისხლდენა გაიზარდა. ანუ უთხოვს რაღაც ადგილებს, მაგრამ რა ასპირინია, რომელიც ხურს აღიზიანებს, ტყუილ ადამიანს არაფერი არ უნდა დაარიოს. არანაირი პირველადი პრევენცია არ დაადასტურა ამ ყველაფერმა, ანუ აი ესე უპრაკონო კარგი ნათქვამი არის. დაუსაბუთებულად მიიღება პრეპარატის, მათ შორის ასპირინსაც არ არის სასარგებლო. მით უმეტეს ისეთი პრეპარატების, როგორც აი მაგალითად ვარფარინი, რომელიც არის ძალიან სერიოზული სისხლის გამათხევადებელი. მე ჩემ კოლეგებსაც მინდა მოუწოდო, პირველი ჯანდაცვის გოლის ექიმებს, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ პროთრომბინი აქვს ზოგადად პაციენტს მომატებული, ეს არ არის საფუძველი იმისი, რომ მან დალიოს სისხლის გამათხევადებელი. ამას სჭირდება ცალკე ჩვენებები. პროთრომბინის კონტროლიც მითიაო ზოგი ექიმი ამბობს. ეს არის ძალიან სერიოზული მითი, რომელიც ვერ დავანგრიათ, აგერ რამდენი წელია ვიბრძვით მაგასთან დაკავშირებით. მას აქვს თავისი სპეციალისტებში ტრიალებს. მას აქვს თავისი დანიშნულება, მაგრამ ისე რომ აი ყველასთან პროთრომბინი შევამოწმო და ამიტომ უთხრათ ადამიანს, რომ სისხლის გამათხევადებელი დაადიო, ეს შეიძლება მეტი რისკის შემცველი იყოს, ვიდრე სარგებელი. ერთი კითხვა აქვს მე ალბათ ხალბატონთან ვარ თქვენთან. კვების დროს, უშუალოდ კვების დროს სითხის მიღება, წყარი და უშუალოდ აი ამ ცხიმებთან მიმართებაში უფრო ალაგებს და შეიძლება ხელის შემწყობი იყოს ქოლესტერინისთვის რომ დაილექოს სხვადასხვა სისხლძარღვებზე თუ არ არის ამ შემთხვევაში ბმაში ამ თით რა არის ნაკლებ კავშირში არის სითხის მიღება კვების დროს. სითხე უნდა გამოცალკეოთ ხო რა სუალედები. თით რა არის მე საერთოდ ჩემ პაციენტებს ესე ვურჩევ, როცა წყურიათ მაშინ დალიეთ სითხე. ეს იქნება ჭამამდე, ჭამის შემდეგ ამის დროს, აი ეგ კიდე მეორე პრობლემა არის, როდესაც არ წყურია, ამ შემთხვევაში ვეუბნებით, რომ აიძულეთ თავი და დალიეთ, მაგრამ თუ მაინდა-მაინც ჩვენ არჩევაზე არის, ჯობია რომ შუალედში კვებიდან კვებას შორის, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მაინც არ ღვევს არა მხოლოდ ცხიმების, სხვა ნივთიერებების შეწოვასაც და ამიტომ ვურჩევთ ხოლმე ძირითადად რომ სითხე არ დალიოთ, მაგრამ თუ კვების დროს წყურდება და ესეთი ჩვევა აქვს, სანამ მოშლის ამ ჩვევას მიირთვას არ არის პრობლემა. და გააჩნია თქვათ რა და გააჩნია რა სითხეს მიიღებს და რა რაოდენობით მიიღებს და როგორი ტემპერატურის იქნება. ოთახის ტემპერატურის არ არის პრობლემა, მაგრამ ძალიან გაყინული ან ძალიან ცხელი, ამ შემთხვევაში პრობლემა არის და ძალიან მიხარია რომ საქართველოს ფარგლებს გარეთაც გვიყურებენ და გწონეს შეკითხვებს, ამიტომ მინდა რომ უპასუხოთ. ვარ 40
3 წლის ბატონი წერს. ზომიერად ვიკვებები დღეში 3-ჯერ. ყველა ანალიზი ავიღე. ჯანმრთელი ვარო, ქოლესტერინის გამოკვლევა ჩავიტარე. ყველაფერი ნორმაშია, მაგრამ მაინც მაქვს წნევა 150-180. წონა 110 კილოგრამის, სიმაღლე მეტრი და 80. როგორ მოვიქცე, რომელ ექიმს უნდა მიმართა პირველ რიგში? დაბრუნდა საქართველოში გავუწევ. მამპატიჩენთან როსტაგნევა 150-180 თუ 150-80? 150-180 ესე ვწერია. ალბათ ზედაზღვართ ამბობს ალბათ. ასაკურველია წნევა 180-მდე ადის, ეს პირდაპირ კარდიოლოგის კომპეტენცია არის, თავისთავად ასეთი პაციენტი, რომელიც თუ ყველა ანალიზი და ყველაფერი წესრიგში აქვს და აბსოლუტურად ნორმალურს, პირდაპირ უნდა დაეწყოს ჰიპოტენზიური პრეპარატები. სამწუხაროდ სხვა არჩევანი მას არ აქვს, წონაში ვერ მოვის. 100 კილოგრამი. აი პირველი რაც უნდა დავიწყოთ, თავისაკურველი წონის მოწესრიგებით. ხო, მაგრამ მაღალიც არის. შეიძლება 180 წნევა თუ ფიქსირდება, მან პირდაპირ უნდა დაიწყოს მედიკამენტური თერაპია. 180 წნევა თუ არის პირდაპირ მედიკამენტური თერაპია, ეს არის აუცილებელი შემადგენელი. თუ წონაში დაიკლებს, არის დიდი ალბათობა იმის, რომ წნევის დარეგულირება მოხდეს და მას მედიკამენტის მიღება არ დაჭირს. თქვენ დამთავრეთ და უკაცრავ. ეს ძალიან ხშირად ზომიერი კვება ეშლება ბევრს. ანუ რომ მოდის პაციენტი ვეკითხებით რას მიეთ, არაფერს არ მივირთო და რომ ჩამოვაწეროთ ხოლმე ამ არაფერს არის ორი ფურცელი და მათ შორის ისეთი საჭმელიც, რომელიც ძალიან ცუდი არის ჯანმრთელ. აი როგორია ესენი, რა არის ესენი, უი ბატონო ექიმო, არაფერს არ ავჭამ. ერთხელ რას ჭამე. ერთი კატლეტი შეიძლება მეტი არ ჭამო, ცენტაფაზე რო აკეთებია მეუღლეს. ანუ შეიძლება ამ ადამიანს რომელმაც შეკითხვა დაგვისვა არის ის რომ ჯერ იქნებ ვცადოთ წონის მოწესრიგება, დაკლება და ამას შეიძლება ავტომატურად თქვენი წნევის მოწესრიგებაც მოყვეს. თუ არა და კარდიოლოგთან კონსულტაცია. თუ ნებასწამთავთ კიდევ ერთ შეკითხვას დავსვამ, ლეპტინის დონის დასაწევად თუ არსებობს რაიმე პრეპარატი სისხლში? არა, ლეპტინიც შესაძლოა. ლეპტინი მაქვს 27 და მითხეს რომ ეს იწვევს ჭარბწონას. ლეპტინი ეს არის ცხიმოვანი ცვლის გორმონი, ცხიმოვანი ქსოვილიდან სინთეზირებული. აი, სხვათა შორის, აი, ზუსტად ჩემი დისერტაციის თემა არის ლეპტინი და ლეპტინის დაწევაზე ნახშირწყლოვანი ცვლა უფრო კარგად მოქმედებს, ნახშირწყლების შეზღუდვა უფრო კარგად მოქმედებს, ვიდრე ცხიმების შეზღუდვა. ანუ ჩვეულებრივად კვების მოწესრიგებით მცირდება ლეპტინის დონეც. და ალბათ პაციენტი გათვითცნობიერებულია რა არის ლეპტინი, იმიტომ რომ უბრალოდ არ დასვავდა სხვა შემთხვევაში შეკითხვას, ანუ რატო არის აუცილებელი რომ ის ნორმის ფარგლებში იყოს. ამ შემთხვევაში კვების მოწესრიგება აწესრიგებს ლეპტინის დონესაც და უფრო კარგად ცხიმების შეზღუდვაზე მოქმედებს ნახშირწყლების, ანუ ტკბილის, აი ესეთი საკვების შეზღუდვა, ვიდრე ცხიმების შეზღუდვა. პრეპარატი არ არსებობს იმისი, რომელიც აქვეითებს ლეპტინის დონეს. კიდე გაქვს შეკითხვა? კარგით, მე მაგალითად შეკითხვა, სანამ კითხავს სპორტს მივსდევ, წონჭიმელი ვარ, იცი ანუ პიჩემება. კი. ხო და ჟიმლია ხო ეს უხეშად რო ვთქვათ. და რა შეასაქმე მაგალითად როცა ვიყავი ამას წინათ ვიყავი გულზე გავესინჯე და მაგდროს რომ ნახეს ეს კარდიოგრამა ქალმა დახედა რაღაცები მომატებულია რაღაცა მაინც ჩვეულებრივი ვარ ჩვეულებრივს არ შეყვარებული ხარ შეყვარებული ხარ მე რო როცა თქვა ეხოზე გამიყვანეს რაღაცა აკეთე მე იქ უკვე თქვა რომ ნუ აი ახლა გასაგებია რომ სპორტს მისდევო და სპორტიდან გამომდინარეო უკვე ესეთ რაღაცები დაშვებულია ანუ მას დიდ გეტყოდა გულს არა, კანი არის ცოტა გამკმისა, სქელი კანი გაქვს გულის. ანუ თუ რამე გამჭველი არ იქნება. ანუ რა შეასაქმე, კითხვა რა მაქვს, თქვათ, როცა არა მაქვს იმდენი დატვირთვა. მაგდროს შეიძლება მქონდეს წნევები, შეიძლება მქონდეს ტკივილები, არა უფრო აი დისკომფორტი და რასაც ქვია უჰაერობა და რაღაც მაგდაგვარი. ეს ალბათ იქიდანაა გამომდინარე, რომ გული მიჩვეულია, თქვათ, მუშაობას და სხვანაირ დატვირთვას და მუშაობას და აქედან გამომდინარე, ხო? მოდი კომენტარს გავაკეთებ იმაზე, რაც გითხრეს. სქელკანთან დაკავშირებით, ხო. სპორტსმენებისთვის, როგორც წესი, ტრენირებული ადამიანებისთვის, მოდით ასე ვთქვათ, დამახასიათებელია გულის კუნთის კედლების გასქელება. ეს ჩვეულებრივი ამბავი არის, ამიტომაც სპორტსმენებს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ სისტემატურად უნდა უტარდებოდეთ ეს რუტინა, აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.
იმიტომ რომ გულისკუნთის გასქელება მომავალში ცალკე რაღაც არის ფაქტორების შემცველი შეიძლება გახდეს, ამიტომ არ უნდა გამოგვეპაროს რაღაცა ან არითმის სახით, ან რაღაცა ასეთი რაღაცები. ეხლა რაც შეეხება თქვენ კითხვას, ცოტა რთული სათქმელი აპრიორად იმას დავაბრალოთ, რომ თქვენ როდესაც არ ახართ ფიზიკურად აქტიური და ცოტა ისე გძნობთ თავს როგორც ვარჯიშის დროს, მაინც და მაინც იმის ბრალია, რომ აი გულისკუნთია გასქელებული. მარტო მაგაზე არ არის დამოკიდებული. ცოტა ალბათ ფსიქოლოგიური მომენტიც არის. აი, მე ჩემი ახსნა მაქვს. და არა უშუალოდ ის რომ გულისკუნთი ცოტათი გასქელებულია და თქვენ დისკომფორტს განიცდით ამ დროს. ნაკლები. ანუ ფსიქოლოგიური რაღაცა დისკომფორტი ადამიანი შექმნება. ფსიქოლოგიურად შეჩვეულია ვარჯიშს და მისთვის და ვერ ვარჯიშობს. უნდა და არ ვარჯიშობს, ან ვერ ვარჯიშობს და ეს ფსიქოლოგიური ალბათ მაინც მიჩვევასთან ალბათ ხო დაკავშირებული და თუმცა ის კონტროლი, რასაც თქვენ აკეთებთ წელიწადში ერთხელ თუ ორჯერ, არის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. აი მე გეტყვით ხა რაზეც ლაპარაკობთ. მე ხო ეს ხიდა მემართა 26-ში. მანამდე როგორ რეჟიმში ვიყავ, იცი დილით საღამოს ვარჯიშობდი, სურავდი, იმის მერე აღარ გავიძერი და ისეთ ცუდად ვიყავ, ეხლა ცოტა გამოვედი მდგომარეობიდან. ფსიქოლოგიურად აი ეს უკმარისობა, სულ რაღაც ნევროზი, მინდოდა რომ მიჩეული ხარ, ეხლა ეჩე. აგავაკე. სუც უფრო მარტივად ეჩვევი ვიდრე. ვარ 53 წლის, ვიყავი 55 კილო, მაგრამ დავიკელი 4 კილოგრამი. ყოველი ჭამის შემდეგ შაქრის დონე იწევს და ვერაფრით ვიმატებო. მაინტერესებს ეს ენდოკრინული პრობლემაა. იწევს ქვევითანი და ზემოთ იწევს, ქვემოთ იწევს. შაქრის დონე იწევს, ვერ მივხვდი. ანუ იკლებს და ვეღარ იმატებს შაქრის დონეს. არა, წონაში ვეღარ იმატებს. შაქრის დონე ზევით იწევს. ზოგს აქვს პრობლემა დაკლების. 53 წლის და 55 იყო და 51. საერთოდ ყოველი ჭამის შემდეგ შაქარს. ანუ თუ პრობლემა არ არის, ამ შემთხვევაში ბუნებრივია ზოგ ადამიანებთან შეიძლება ცოტა მოიმატოს. მე ვფიქრობ, რომ წონაში დავიკლებ, ეს ცოტა დაიკოს, მაგრამ ნამდვილად არ მგონია, რომ მაგის მიზეზი იყოს, რატომაც ვერ იმატებს, რახან ოდნავ მაინც იკლებს ეს შაქარი. ქოლესტერინის შემთხვევაში მზესუმზირა და ნიგოზი რამე კავშირშია, თქვა რისკებთანო? დიდი რაოდენობით არ შეიძლება, მაგრამ ზომიერად შეიძლება. სტადიონზე შაბათობით ზესუმზირა. და წონის მატებასთან დაკავშირებით ესეთი მოსაზრება არსებობს, რომ თქვათ თუ შეცვლი რეჟიმს კვებისას და თქვათ ერთხელ არ შეჭამდა ბოდიში და არ გასკდები, თქვათ ხო დღეში 3 ჯერ ჭამე და ხო 6 ჯერ, ანუ გაანაწილო ყოველ საათში ერთხელ, ესე სუბუქად არა. ისე შეჭამო, რომ თქვათ კიდევ გინდა, მაგრამ არ ჭამ. და ეს უწყობს ხელს, რომ მოიმატოს წონაში. მოიმატოს და დაიკლოს კიდევაც. დაკლება გასწავლე. ერთი და იგივე, ანუ ერთი და იგივე პრინციპი არის მომატების და დაკლების შემთხვევაში, ანუ სწორი კვება ორივე შემთხვევაში უბრალოდ გააჩნია რაოდენობას. ის ადამიანი, ვისაც წონის დაკლება უნდა, ბუნებრივად დიდი რაოდენობით იღებს კალორიას და აი ამ გადანაწილების დროს ცოტა კალორიასაც ვამცირებთ და ის ადამიანი, ვისაც წონის პრობლემა აქვს და ერთხელ ჭამს და უფრო მეტი რაოდენობით, იქაც სწორი რეჟიმის ფონზე ვანაწილებთ კალორიას და თუ იმ რაოდენობას არ იღებს, ცოტა ვწევთ იმისთვის შესაბამის. ანუ სწორი კვების შემთხვევაში სასურველი შედეგი მიიღწევა როგორც დაკლების მხრივ, ისე წონით მომატების. მანამ სანამ ნივთიერებათა ცვლა ცოცხალია ხალხო და სანამ ასაკმა არ მოგიწიათ და არ რეგულირებთ ეს თქვენ ნივთიერებათა ცვლა სწორი კვებით, იმიტომ რომ მე რაღაც ასაკში გინდა ისე-ქენით, გინდა ასე, როდესაც ნივთიერებათა ცვლა ასე გეტყვით, აღარ მინდა. რომელ ასაკზე ვაფშე? შემოვიტანე. რაღაცაერთი ბევრი შეკითხვა მოდის და ზირთად თემიდან არის გადახვევა. უფრო ყველა გვეკითხება ამდენი კილო, ამდენი ვერსი მაქვს, როგორ დავიკლო და ასე შემდეგ და ვცდილობ დაბრუნდე აი ამ ქოლესტერინის მატების და თქვა წნევის თემაზე. ვარ 59 წლის, 47 წლის ასაკიდან დამეწყო წნევის მატება და წონისაცო. წნევა ამდის 240-ეო, გამოკვლევები ჩატარებული მაქვს, ჯამფრთელი ვარ და წნევას ვერ ვირეგულირებ დიდი დოზით, დამარეგულირებლებს სვამ. მირჩიეთ რამე, ახლა წურბელებს ვისვამო, გავაგრძელო. კაი სტადია. ეს ერთად გადაცემაში იყო წურბელებზე, აქ იყო მე. აი ეს და დღემდე ვერ მოიცილო. დიახ, მე რა რისი თქმა გინდოდა თან წურბელებზე და ან აი ამ თქვენ ხوار დაგაჯდათ. არა, წინააღმდეგი ვარ, ყველანაირი არ დაჯდა. მიყურებია გადაცემისთვის. ვერ ვიმეკობრე. არ ვიცი, იტარებს თუ არა ადამიანი მკურნალობას, თუ 200 აქვს ნევა. დამარეგულირებლებსია. ხო, ესე იგი არ არის საკმარისი ის პრეპარატები, ან დოზაა შესაძლებელი, ან დოზაა მოსამატებელი. დატყობა ამიტომ დაისვა ეს წურბელა, რომ საკმარისი არ დამარეგულირებელი პრობლემა.
აქედან გამომდინარე, აუცილებლად ისევ კარდიოლოგს უნდა მიმართოს, უნდა შეირჩეს მისთვის ოპტიმალური თერაპია, თუ არ იქნება საკმარისი აქტიურად უნდა ჩაერთოს დიეტოლოგები, რომ წონაში დაიკლოს და თუ ესეც არ იქნა საკმარისი, იქ არსებობს არტერიული ჰიპერტენზია, ანუ მაღალი წნევის მეორადი ფაქტორები, თირკმელი, ჰიპოფიზი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სურბელაზე არაფერს არ აღვთ. სურბელაზე მე როგორც ბატონო evidence based არ არის. თანამედროვე მედიცინა არის მტკიცებითი მედიცინა. ანუ როგორ ეს მიტო კი არ რომ რაღაცას ვამტკიცებთ. ყველაფერი არის სტატისტიკაზე. ისე უბრუნდებით სტატისტიკა. იღებენ მაგალითად 100 კაცს, რომელსაც აი ესე უკეთდებოდა, დაესვა წურბელა. 100 კაცს, რომელსაც არ დაესვა. აღმოჩნდა, რომ ეს წურბელების თერაპია არ აძლევს იმ ეფექტს, რაც ის არის. სტატისტიკურად მე ხო ჯამდება ეს ეფექტები, ხო? არა საინტერესოდ გამოიყურება. ხო, საინტერესოდ გამოიყურება. ყველაფერი ახლა იქ სადაც არის ფლაკონში მოთავსებული გაწმენდილი ის ფრაქცია, რასაც ქვია ანტიკოაგულანტი, ხო? ეს წურბელა რამდენ ნერწს შეუშვებს, იმ ნერწში რა არის კიდევ და საიდან არის წურბელა? ვინ არის ეს წურბელა საერთოდ? და ვინ არის სადაურია და რომელ პარტიას ეკუთვნის? არავინ არ იცი. მოენდობით ბოლომდე აქედან გამომდინარე რა, ჩვენ ცოტა ალბათ ამოვიდეთ 21 საუკუნისკენ. ჩვენ მხრიდან მაგაზე ესეთი კომენტარის გაკეთება ცოტა არის. მესმის რა თქმა უნდა. მესმის რა თქმა უნდა. თულია, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ მტკიცებითი მედიცინის არეალში დღესდღეობით წურბელები როგორცა და უამრავი სხვათა შორის უამრავი პრეპარატიც კი რომელსაც ხმარ მტკიცებითი მედიცინის არეალში არ არის მოხვედრილი და ასე შემდეგ. კარგი და წიგნის ჭია ხო კარგია? აი რომ ეძახეთ წიგნის ჭია. საერთოდ შემო წიგნის ჭია თავის წიგნი. კი, მე ერთი რამე ვთქვი ამ სამშაბათების განმავლობაში, რომ ერთადერთი პანაცეა მედიცინაში და ყველა სფეროში მედიცინის არის ჯანსაღი ცხოვრება და სწორი კვება და ზომიერება ყველაფერში. მოძრაობა. მოძრაობა, ამდენით ეხა ყველანი რეკლამა. დავხვდეთ დათატურაში. მადლობა ჩვენს სტუმრებს. ისე ირდოთ.